მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან სულხმის მადლობა იმის რომ გამოწერილდეთ ჩემი არხი, იმის რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაკეთებით მე ვარ კატო. შეგახსენებთ რომ ფასტაკლებები ჯერ კიდევ ძალეშია და შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ფასტაკლებები და შევუკეთოთ თქვენთვის დიაგნოსტიკა მითითებულ ნომერზე, რომელსაც ვიდეოს ქვემოთ ვუთითებ ხოლმე WhatsApp-ში, რა თქმა უნდა. და დღევანდელი გასვლა მინდა გავაკეთო ესეთი ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. ყველაზე საინტერესო რუბრიკაა ხოლმე ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ყველას უმეტესად მაინც პირადის მომენტები უფრო აინტერესებს და ამიტომ აკითხავენ ტაროს, ხო? და იშვიათია, როდესაც ადამიანებს უფრო ესეთი ტარო უნდათ რომ გამოიყენონ სულიერი განვითარებისთვის. ნახოთ პირადი ურთიერთობებისთვის, არადა ძალიან საინტერესო რამ არის ტაროს და ორაკულით, საკმაოდ კარგად დაგანახებთ და გიხსნის საკუთარ ქვეცნობიერში მიძინებულ პროგრამებს და ისეთ ნიუანსებთან მიმართებაში შეიძლება დაგაფიქროს, რომ თქვა, რომ კი, მაგრამ რანაირად, ხო, ის რაღაცა ნამდვილად ასამუშავებელი მქონდა და ამუშავოთ და ბევრად უფრო კარგად გამოგივიდეთ მერე მარტივად ცხოვრება, არის ხოლმე ესეთი მომენტები. მოკლედ, რაც არის, ეს არის, ნახოთ, ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. ნახოთ, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე რა ურთიერთობა გაქვთ? პირდაპირ კარმული ურთიერთობა მოდის. ურთიერთობა არის, როგორც მივხვდი, გაურკვეველ სიტუაციაში, მაგრამ აქ რაღაცნაირად მაინც ფიქრობ, რომ არის პარტნიორი და არის სხვა ურთიერთობაც. სამკუთხედის სიტუაცია, იმიტომ რომ აქ მამაკაცი ამოდის ვალდებულებებით და პასუხისგებლობებით და თან არის პლუს კარმული ურთიერთობა. ურთიერთობაში დღეს გვაქვს ურთიერთობა, ხვალ არა გვაქვს რაღაცა მომენტში, როგორ არის იცით ურთიერთობა, რომ თან მაქვს, თან არ მაქვს, ერთი დღე მაქვს, მეორე დღე არ მაქვს, შეიძლება ძალიან ბევრს ფიქრობთ ამ ურთიერთობასთან მიმართებაში თქვენს, როგორი მომენტია იცით, რომ ბოლომდე წასულიც რო არ არის, მაგრამ თან არც თქვენთან რო არ არის, რაღაცა ესეთი მომენტია, ხო? აქ სამკუთხედის მომენტი თუ არის, რა თქმა უნდა, და ვალდებულებები აქვს ადამიანს აღებული, რა თქმა უნდა, ეს მიდის მდგომარეობა არ იცვლება, ხო? ნახოთ, მისი ფიქრები თქვენს მიმართ. ეგოისტი? ეგოისტი ადამიანია, რომელსაც მე ესე ვიტყოდი, რომ ფიქრები თან მიმართებაში აქვს ის, რომ რაღაცა პრობლემურად უყურებს ამ სიტუაციას, ფიქრები რა არის? ნახეთ, მე ესე ვიტყო, ეს არის მისი ფიქრები არის თქვენთან მიმართებაში ის, რომ ადამიანი თვლის, რომ უნდა იყოს ისევ ეს დაფარულ ურთიერთობაში, აქ ჩიხის მომენტი არის, ადამიანს აქვს თავისი შიშები, თავისი პრობლემები, თავისი რაღაც შეხედულებები ყველაფერთან მიმართებაში. და მე ვიტყვი, რომ ადამიანი რომ რას ფიქრობს, მოგითხრათ, რომ ეხლა ამ თუთას ფიქრობს, რომ ერთი სული აქ როდის გაგაცნობთ მის წრეს და მის ოჯახს, თუ ესე რომ ვთქვათ, აფიშირებას გაუკეთებს, ხო? სააშკარაოზე გამოიტანს ამ ურთიერთობას, ესე არ ფიქრობს ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ აქ არის რაღაცა დაფარული, აუცილებელია დაფარვა, იმიტომ რომ თან ურთიერთობა რაღაცა ჩიხშია, შეიძლება ისი არ მიდის, როგორც მას უნდა რაღაც მომენტში და აქვს რაღაცა პატარ-პატარა შიშები. მე თვითონ ვიკითხოთ, რატო აქვს ეს შიშები, რას უკავშირდება ეს შიშები. სამკუთხედ ურთიერთობას უკავშირდება ეს შიშები, უკავშირდება ფინანსურ მატერიალურ საკითხებს ეს შიშები და იმას, რომ ადამიანმა შეიძლება დაკარგოს, თქვათ, მანიპულატორი ქმედებების გაკეთება, ხო? ანუ ადამიანმა შეიძლება გაუშვას ხელიდან ის სადავეები, რომელიც აქვს. რაღაცა ესეთი მომენტია აქ. იმიტომ ეშინია რაღაცა
შეიძლება ამ ურთიერთობით, მაგრამ ნახეთ, თუ აქ ისეთი მომენტია, რომ მას ყავს ნამდვილად მეუღლე, აქ რაღაცა პასუხისმგებლობები, ვალდებულება, შეიძლება საერთო ბიზნესი აქვს, შეიძლება საერთო რაღაცა სიტუაცია აქვს, ან საერთო ბინა აქვს, ქორწინება ნაყიდი და შესაბამისად მე იქ მოუწევს ამ ყოველფრის დათმობა, ხო? ანუ თუ შვილები ყავს, ახლა ნებისმიერი ამ ადამიანმა უნდა ინამუსოს, როდესაც მიდის სხვა ურთიერთობაში, ნუ ხა პირდაპირ გეტყვით, რომ არავის არ უნდა უნდათ ისეთი მამაკაცი, რომელიც თავის შვილებს არ პატრონობს, იმიტომ რომ თუ ის თავის შვილებს არ პატრონობს, მე არ მაქვს ახლა ყოფილ შეიძლება არ უპატრონო, მაგრამ შვილებს ნამდვილად უნდა უპატრონო და თუ შვილებს არ პატრონობს, ის არც თქვენ არ გიპატრონებთ, ადრე თუ გვიან თქვენგანაც წავა, ხო, აი რაღაც ეს მომენტი არის. ნუ ფიქრობს იმას, რომ უნდა იყოს დაფარულ სიტუაციაში, მაგრამ სანამ სათავისოდ მოგებული არ იქნება, იმიტომ რომ აქ არის სამკუთხედი სიტუაცია. რას გრძნობს თქვენს მიმართ? აი, რა გითხრათ, რას გრძნობს თქვენს მიმართ? აჰა, დასის ფონი ტრანსფორმაცია. აი, რა გითხრათ, რას გრძნობს? ადამიანი კოშკის არკანით და 10-იან ხმალში და 10-იან პენტაკლებით არის, მაგრამ ნახეთ, მე ესე ვიტყვი, რომ აქ გრძნობებზე ნამდვილად ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ეს არის მომენტი, როდესაც რაღაცას ველოდები, რაღაცა მდგომარეობას ველოდები, რომელიც საბოლოო ჯამში მერე მიმიყვანს, ან განდეგილიც ამოვიდა. ნახეთ, როგორი მომენტია, რას გრძნობს. რაღაცა მომენტში შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის გრძნობები აღარ არის, გრძნობებზე არ საუბრობს, შეიძლება, იმიტომაც ეს დაფარული ურთიერთობა მისთვის რაღაცა ემოციებისთვის იყო და უბრალოდ დროს ველოდები იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში რაღაცა დავასრულო, რაღაცა დავამთავრო და წავიდე ჩემ ოჯახში. აი, რაღაცა ეს მომენტი მოდის აქ. წარსულში მოვიტოვე ყველაფერი, ხო, რაღაცა განდეგილის მდგომარეობაში გავიდე ჩემს თავთან გააზრებაში. ახლა ტრანსფორმაცია საკმაოდ ძლიერი არკანია იმასთან მიმართებაში, რომ მე უნდა შევცვალო და სამწუხარო არის ხოლმე, რომ ხშირ შემთხვევაში არ იცვლება ეს ასიკეთოთ, ანუ ნახეთ, მე ხვდები, რომ ამ პროგრამით ვერ ვიქნები და უნდა შევცვალო რაღაცა და კარგი იქნება თუ ვთქვათ პირობით თუ შეცვლის იმას, რომ გადმოდგავს თქვენსკენ ნაბიჯს და რაღაცა რეალობას უფრო კარგად დაგანახებთ და თქვენს გვერდით იქნება, მაგრამ იშვიათია ეგეთი ცვლილებები. მით უმეტეს, როდესაც უკან მოყვება განდეგილის არკანი და წარსულის არკანი, ხო, ანუ როდესაც წარსულზე ვსაუბრობ, ანუ წარსულში მოტოვებაზე ვსაუბრობ და ჩემთვის მარტო გასვლაზე ვსაუბრობ. 10-იან ხმალიც არ არის ეს კი, რაღაცა უნდა დასრულდეს და ახალი დაიწყოს, მაგრამ 10-იან ხმალის მერე ტრანსფორმაცია რომ მოდის, ახალი და მე განდეგილი ფიზიკურად ვერ გეტყვით, რომ აქ გრძნობებზე მე საუბრება ეს ადამიანი და არა იმაზე, რომ რაღაცა დროს ელოდება, თავის გადმოხდა. აქ რაღაცა დროს ელოდება, როდესაც აი უბრალოდ ამ სიტუაციიდან გაარღვევს და გავა. აი, საბოლოოდ ქმედება რა იქნება ამ ადამიანის თქვენს მიმართ, ქმედება რა ექნება ამ ადამიანს თქვენს მიმართ. ქმედება. ანუ არც იქეთ ვარ, არც აქეთ ვარ, არც ვყალიბდები, არც გავდივარ, არც მოვდივარ და ეს ფონი აქვს. ნახეთ, შიშის მდგომარეობა აქვს, არ ვიცი თქვენთან რაღაც მომენტში შეიძლება ბოლომდე თქვენი გაშვება არ უნდოდეს, იმიტომ რომ ძალიან კარგად გრძნობდეს თავს თქვენთან და რაღაცა ეს თან კარმული ურთიერთობა, როდესაც არის ყოველთვის არის ხომ ეს რაღაცა მიდი-მოდი, მაგრამ ადამიანი ვერ იღებს გადაწყვეტილებას საბოლოო ჯამში, რაღაცა მომენტში პაუზაზე მაინც გავა თუ საერთოდ არ წავა. მაგრამ აქ არის ის მომენტი, რა ქმედება ექნება, საბოლოო ჯამში ადამიანი წავა სხვა ნაპირებისკენ. აქ ვერ გეტყვით ახლა, რომ ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას და თქვენთან დარჩება, თქო მიუხედავად იმისა, რომ ორიან თასები და პენტაკლების ტუზი მაქვს, ანუ ამის იქეთ ნახეთ, პენტაკლების ტუზსა და ორიან თასების მერე მოდის ისეთი არკანები, რომელსაც გაურკვევება და ვერ გადაწყვეტილების მიღება ქვია, რომელსაც დაპაუზება და გაჩერება ქვია სიტუაციის და საბოლოო ჯამში ადამიანის გასვლა ქვია. ანუ ნახეთ, რო გითხრათ, რომ ადამიანის შანსს მოითხოვს და რაღაცა მისცემს და ურთიერთობას მიუხედავად არა, ანუ ნახეთ,
გრძნობებშიც მკვდარი აქვს ადამიანს, აქეთ ფიქრებშიც თვითონ როგორც აწყობს, ისე უნდა და საკმაოდ ისეთი ცოტა ისეთი მაგის არკანით არის გამოცხადებული ადამიანი და აქეთაც ძალიან ისეთი ქმედებასთან მიმართებაშიც, ფიზიკურად ძალიან დიდი სურვილი მაქვს მე რომ ვთქვა, რომ ხა ეს ადამიანი რაღაცას გააკეთებს, მაგრამ ვერ ვამბობ უბრალოდ ფიზიკურად არ გამოდის ამ არკანებით, რომელიც ახლა მე მიდევს აქ რეალურად ყველა დასრულების და წასვლის არკანი აქ მე მთვარე, ჩამოკიდებული კაცი, მაგი, ქურუმი ხალი, რა ვთქვა, ტრანსფორმაცია, კოშკი, 10-იან ხმალი, 9-იან ხმალი, ანუ ისეთი სიტუაცია, რომ აი ფიზიკურად ვერ ვიტყვი, რომ აქ რაღაცა გამოვა. ვისაც გაქვთ ტაროსთან და ვინც იცით ხო, ახლა ხშირად ვინც უყურებთ გაშლებს, ახლა არ არის აქ ესეთი მარტივი ენერგიის არკანები, რაც ვთქვი, ხო? და ყველა მაგიდაზე მიდევს და შესაბამისად ახლა ადამიანი რო 10-იან ხმალშია, კოშკშია, ტრანსფორმაციაში და განდეგილში და იქეთ მთვარი აქვს და აქეთ 6-იან ხმლები აქვს გასაქცევად, აი როგორ გითხრათ, რომ ადამიანი გადმოტკავს თქვენსკენ ნაბიჯს და რაღაცა სიყვარულს დაკვირდება, თქო ძალიან დიდი სურვილი მაქვს ხოლმე რაღაცა ამ ბოლო დროს ძალიან ისეთი დამჭა ეს არკანი კიდაზე, ანუ აქ არის რაღაცნაირად იცით როგორი მომენტი რთული სიტუაციის წინაშე გახართ და ეს რთული სიტუაცია ადამიანს არ აძლევს საშუალებას ამ ყველაფრიდან გამოვიდა. ანუ მისთვის რთულად გადასალახია რაღაცები, ხვდებით, აი რთულად მძიმედ გადასალახია რაღაცები. კარგით, მოდით ნახოთ, აბა თქვენ რაც გირჩევთ სამყარო, რას გირჩევთ თქვენ სამყარო? რას გირჩევთ თქვენ სამყარო და გეტყვით იმას, რომ ეცდებით, რომ დაიჭიროთ ის, რაც ეხა ამ ეტაპზე, თქვათ, დარჩენილია, თქვათ, ხო, რაღაცა, ჩაებღაუჭებით ამ ურთიერთობას, პირიქით, რაღაცა განახლება მიეცით საკუთარ თავს, მეტი პატივისცემა, მეტი ენერგია მიეცით საკუთარ თავს, ხო, მეტად დაიფასეთ თავი, ვიდრე რაღაცა ვიღაცას გავეკიდოთ, ანუ სწორად გამიგეთ, რასაც გეუბნებით, ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ისეთი ჭკვიანი ადამიანები უსმენენ ტაროს, იმიტომ რომ ძალიან არ არის მარტივი ტაროს მოусმინოთ, სწორად მიიღო, ხო, ანუ საკმაოდ დიდი ანალიზი სჭირდება და დარწმუნებული ვარ, ძალიან ჭკვიანი ადამიანები უსმენენ, იმიტომ რომ ანალიზი უნდა გამოიტანო, ხო, ყველთან საჯარო გაშლის მდგომარეობაში მით უმეტეს. და ცხოვრებას მეტით ახალი შანსები. ეს ურთიერთობა თქვენ, როგორც ჩანს, მოდით ეს ურთიერთობა ზოგადად რას მოგიტანთ, აბა ესეთი ის. ხო, აი ეს ურთიერთობა მე ესე გეტყვით, რას მოგიტანთ? მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ახლა 9 პენტაკლები არ არის ცუდი არკანი და არც 6-იან კვერთხები არ არის ცუდი არკანი, იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ გამარჯვების წარმატების არკანი და 9 პენტაკლებიც ახლა საკმაოდ ისეთი სტაბილური მდგომარეობა, ეშმაკის არკანი. ეშმაკი არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც რას მოგიტანთ სიტუაცია, ეს იქნება მიჯაჭვულობა, ეს იქნება ერთ ადგილზე კეპნა ყველაფრის, ხო, რაღაცა შეიძლება ითქვას, რომ თქვენი გამარჯვება, მე ესე უფრო დავინახავდი ამ სიტუაციას ეშმაკის დაბოლოებით, რომ თქვენი წარმატება, თქვენი გამარჯვება, თქვენი წინსვლა, თქვენი შანსები, თქვენი რაღაცა ეს რესურსი საბოლოო ჯამში იქნება განულებული და საბოლოო ჯამში იქნება რაღაცა ესეთი ინფანტილური შეცდომები, რომელიც არ უნდა დაუშვათ, ხო? ანუ ნახეთ, ისეთი შეცდომები, რომელიც თქვენს თავს არ უნდა მიაყენოთ ზიანი. აი ესეთი მომენტი უფრო არის აქ. თქვენს თავს მიაყენებთ ზიანს, აქ არის ეს მომენტი. მე რა თქმა უნდა, ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებ თითოეულ თქვენთაგანს, წარმატებას, სიყვარულს. რა ვქნათ, სამწუხაროა, რომ ესეთი რთული გაშლები ამოდის და პირად ურთიერთობასთან მიმართებაში განსაკუთრებით ძალიან ძნელია ხოლმე და მით უმეტეს რაღაცა ისე ხშირია ეს სამკუთხედი სიტუაციები. მე გისურვებთ, რომ თქვენი ადამიანები გეპოვოთ
და გვერდში ყოლოდეთ თქვენი ადამიანები. ისე გეტყვით, რომ სხვათა შორის ამ მიმართულებით მაქვს რიტუალი, როდესაც სამყაროსგან ვიძახებთ ადამიანს, ოღონდ კონკრეტულ ადამიანზე არ არის აქ საუბარი კონკრეტულ სახელზე და გვარზე, ეს არის სამყაროსგან გამოთხოვა ადამიანის, რომელიც არის თქვენი სულის, თქვენი ესე ვთქვათ, soulmate-ი, ხო, რაღაცა ადამიანი, რომელიც დაგაფასებთ, რომელიც შეგიყვარებთ და ბედნიერად იქნებით, ისე რომ შეგიძლიათ ეს ამ კუთხიდან შეხედოთ სიტუაციას და ნახოთ, რაც უფრო თქვენთვის იქნება მარტივი და სასიკეთო, ისე მოიქცეთ. მე კიდევ ერთხელ გისურვებთ თითოეულ თქვენთაგანს ბედნიერებას და მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გაქვთ არხი.